საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის წერილს გამოეხმაურა და თქვა ისიც, რომ სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ორი წერილი გამოქვეყნდა. პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული წერილი და ჩვენი აღქმით ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს 26 მაისის ოპოზიციის აქციის რაღაცნაირად გააქტიურებას, თუმცა ნახეთ რომ 3000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე. არც წერილმა უშუალო და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაბულაშვილის მიმართ და ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა ასევე ხედავთ თქვენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში დღემდე უკვე მეოთხე დღეა თუ არ ვსწრებით, დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. ყველაფერი არის გასაგები, როგორც თავად ვეტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. სენატის დაეგმილი შეხვედრა ხელისუფლებასთანაც. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რომელიც თავისი არსით განსხვავდებოდა იმ შეხვედრებისგან, რომლებიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან. ხო, აქ საუბარი იყო აბსოლუტურად ჯანსაღი კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად ღია კონსულტაციებისთვის და უფრო მეტიც. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ გსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ამაზე მკაფიო შეთავაზება მე მგონი შეუძლებელია გაკეთდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.